კალაძე პირობასდებს, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია საბოლოოდ ახალი წლისთვის დასრულდება. სამუშაოები 2016 წელს ჯერ კიდევ ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. მომავალ წელს კი რეაბილიტირებულ მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა. მას შემდეგ 7 წელია სხვადასხვა მიზეზით სამუშაოები ვერ სრულდება. ბიუჯეტიდან კი ტენდერებში ყოველ წელს მილიონობით ლარი იხარჯება. ამოღებულია 20 მილიონი ლარი, ამბობს კობახიძე ოცნების ყოფილი წევრების სახლების ჩხრეკაზე. ის კონკრეტულად ღარიბაშვილის თემაზე კომენტარს არ აკეთებს. კობახიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე. მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ამბობს ვოლსკი ოცნების ყოფილი ჩინოვნიკების საქმეებზე. უახლოეს მომავალში რუსეთის ტერიტორიაზე შორ დისტანციაზე არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდება. სამიზნეები უკვე იდენტიფიცირებულია. ამბობს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკვე განსაზღვრეს მიზნები უშიშროების სამსახურისა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელებთან ერთად. რუსეთი 12 წლიან სასკოლო სისტემაზე გადასვლას გეგმავს. განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში 12 წლიანი სწავლება 6 წლის ასაკიდან იწყება. ჩვენი ბავშვები არაფრით არიან უარესები, ვიდრე იაპონიაში, ჩინეთში ან ევროპაში, განაცხადა მედიასთან რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილე.